კიდევ უფრო მძიმეა მიწათმფლობელობაში არსებული პრობლემების სოფლად, სადაც 80%-ს მიწაზე საკუთრების მოწმობა არ აქვს, ხოლო ვისაც აქვს, უმეტეს შემთხვევაში ძველია, შევარდნაძის ხელმოწერილი, რომელსაც ხელისუფლება დღეს არ ცნობს. პრობლემა კი, ნიშნავს ჩვენ საუბრობ, ჯამში 2,5 მილიონი ნაკვეთს მოიცავს. რომელთა ლეგალიზებაზე სამთავრობო კომისია მუშაობს, თუმცა მასშტაბიდან გამომდინარე პროცესს რამდენიმე წელი დაჭირდება. კომისია იმედოვნებს, რომ 3 წელი, თუმცა ესეც საეჭვოა, რადგან ამ შემთხვევაში მას ყოველდღიურად მე დავთვალე 3000 ნაკვეთის რეგისტრირება მოუწევს, რაც რთული წარმოსადგენია. ფინანსური რესურსი შეიძლება მოვიძიოთ, ტექნიკური რესურსი შეიძლება ვიყიდოთ, შემოვიტანოთ და დავიწყოთ, მაგრამ ეს პროცესი ძალიან დიდ ხანს გაგრძელდება. სამწუხაროდ ეს შედეგია იმისა, რომ 92 წლის მიწის რეფორმის შემდეგ ეს მიწის ფრაგმენტიზაციის პრობლემა ვერ გადაიჭრა და ერთ მესაკუთრეს ყველაზე მძიმე რაც არის, შეიძლება ნაკვეთები გაფანტული ქონდეს სხვადასხვა ადგილზე და ფინანსური ტვირთი მისი ამ პროცესში საკმაოდ დიდი იყოს. ვფიქრობ, რომ აქაც შეიძლება ერთგვარი თანადაფინანსების პროექტი ამუშავდეს, სახელმწიფოს ინტერესები და კერძო ფერმერის ინტერესების თანხვედრა გამოიხატოს იმაში ზუსტად, რომ დახმარებით, წახალისებით ეს პროცესი უფრო დავაჩქაროთ. დღის მდგომარეობით არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მხოლოდ 25%-ია რეგისტრირებული დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით. ამ მიმართულებით საჯარო რეესტრი დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით იწყებს პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს მიწის ბაზრის განვითარებას. კერძოდ იწყება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაცია 11 საპილოტო მუნიციპალიტეტში. რეკლამის შემდეგ